თქვენი მყოფებით თერაპიული ზღაპრების და იგავების არხზე. მე გახლავართ ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი. ამ არხზე ჩვენ მოგაწვდით თერაპიულ ზღაპრებს როგორც დასრულთათვის, ასე ბავშვებისთვის. დღეს გთავაზობთ ზღაპარს ბავშვებისთვის. ეს ზღაპარი ეხება შემდეგ თემებს. პირდაპირ წავიკითხავ მე ამ თემებს და თუ ეს თემები აქტუალურია თქვენი შვილისთვის, შეგიძლიათ ეს ზღაპარი მოასმენინოთ და სარგებელი მიიღოთ. მოწონების შემთხვევაში გამოიწერეთ ჩვენი არხი და გააზიარეთ. თემები არის ასეთი, რომელსაც ეს ზღაპარი ეხება. განსხვავებულობის მიღება, საკუთარი თავის რწმენა, ყველა უნიკალურია ეს აზრი, საზოგადოების დამოკიდებულების ცვლილება, შეცდომის აღიარება და ბოდიშის მოხდის მნიშვნელობა, დაჩაგვრა სხვისი, ბულინგი და პატიებაც. ესეთი მრავალმხრივი ზღაპარია, ამ თემებს ეხება. ავტორი ზღაპრის არის ნინო თაკალანძე და ზღაპარს ქვია როცა თხუნელა ვერ ცეკვავს. ეს ამბავი არც თუ ისე დიდი ხნის წინ თხუნელების მიწისქვეშა სოფელში მოხდა. მიწის ინჟინრებს, როგორც ეძახიან ხოლმე თხუნელებს, თავიანთი სოფელი გრძელ, ლაბირინთებად დახლართულ, გვირაბებად გაეშენებინათ ერთი ბუზღუნა, თუმცა დღენიადაგ მოფუსფუსე დედაბრის ბოსტნის ქვეშ. ჩვენი ზღაპრის გმირები ძალიან ამაყობდნენ თავიანთი მოხერხებულობით. თავმომწონეთ აღნიშნავდნენ, სხვა თხუნელებივით ხეტიალი აღარ გვიწევს, ნაყოფიერ ადგილას დავიდეთ ბინა, სარჩო არ გავაკლია და საცხოვრებელი ხომ ისეთი გვაქვს, უკეთეს რას ინატრებდა თხუნელაო. ასეც იყო. სათავსოები სურსათის მარაგით ჰქონდათ სავსე. მათ კოპწიათ მორთულ სოროებში კი ყოველთვის სითბო და სიმყუდროვეს უფევდა. ცხოვრობდნენ უდარდელად. როგორც ღამის მოყვარულ ცხოველებს შეეფერებათ, ძილსა და მოსვენებას დღე ამჯობინებდნენ. ღამღამობით კი ლამაზად მორთულ მოკაზმულნი საგანგებოდ მოწყობილ გასართობ მოედანზე იკრიბებოდნენ. ხმაშეწყობილად წრიპინებდნენ მხიარულ სიმღერებს და ბევრზე ბევრს ცეკვავდნენ. გაგიკვირდათ? ხო, ასე იყო. უდარდელად მცხოვრები თხუნელების ცხოვრების წესი უდარდელობამ, როგორც სიტყვიან, ყირაზე დააყენა. მათი მთავარი საფიქრალი ახლა ის გახლდათ, დროს ტარებისთვის დაეთმოთ მეტი დრო. თხუნელებს განსაკუთრებით ცეკვა უყვარდათ. ბუმბულის სიმსუბუქითა და გრაციოზულობით ასრულებდნენ იმგვარ ილეთებს, მხოლოდ ცეკვის უზომოდ მოყვარულის ფანტაზიას რომ შეუძლია გამოიგონოს და შეასრულოს. თხუნელებს შორის ძალიან ფასობდა კარგი მოცეკვავის სახელი. თქვენ წარმოიდგინეთ, ცეკვის ჩემპიონატებსაც აწყობდნენ და ჩემპიონებიც მრავლად ჰყავდათ. მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, ჩვენს თხუნელებს შორისაც იყვნენ ისეთებიც, ვისაც არც მოცეკვავის მოქნილობა ჰქონდა, არც გამორჩეული ნიჭი. სწორედ ასეთი იყო თხუნელა ტიტე. ტიტეს თხუნელასათვის უჩვეულოდ დიდი სხეული ჰქონდა. ძლიერი კიდურები და უშველებელი ბასრი ბრჭყალები ჰქონდა. მართალია ზონზროხა ტანი ხელს უშლიდა თავისი თანასოფლელებივით ცეკვით მოეწონებინა თავი, მაგრამ სამაგეროდ მიწის სწრაფად და ღრმად თხრაში ყველას სჯობნიდა. მამაცი და ცნობის მოყარეც იყო. თუ სხვა თხუნელები მიწის ზედაპირზე ასვლას ერიდებოდნენ, ტიტე ხშირად ამოყოფდა ხოლმე თავს მიწის ზემოთ. დიდხანს დაძვრებოდა ბალახებს, ქვებსა და ბუჩქებს შორის. ისეთი გულისყურით იკვლევდა მზის ქვეშეც, არასდროს არცერთ თხუნელას ფიქრადაც რომ არ მოსვლია. თუმცა, თქმა რად უნდა, მისი ნამდვილი სამფლობელო მიწის ქვეშეთი იყო.
მიწის ყოველი ფენა განსხვავებულია. ზოგი მყარია, ზოგი ფხვიერი, ზოგში კი წყალი მოძრაობს. თითოეული მათგანი სწორად და სწრაფად გასათხრელად განსხვავებული ცოდნაა საჭიროო, ამბობდა დაბეჯითებით ტიტე და გულდასმით იკვლევდა მიწას. ყველგან თხრიდა, სად არ შეხვდებოდით მის მიერ გაყვანილ, ხან ლარივით სწორად გაჭიმულ, ხან ხის ფესვებივით ფართოდ გაშლილ და დაკლაკნილ გვირაბებს. რატომ ხარჯავ დროს? თხუნელები ვართ და მიწის შესახებ ისედაც ყველაფერი ვიცითო, უჩიჩინებდნენ სოფლელები. ჯერ კიდევ ბევრი რამ არის შესასწავლი და აღმოსაჩენიო, პასუხობდა ტიტე. უცნაური ბიჭიაო, იჩეჩდნენ კოხტალამას ბეწვა მხრებს გაოცებული თხუნელები. უცნაური ბიჭი მათთვის იმითაც იყო უცნაური, რომ ვერა და ვერ ისწავლა ცეკვა. თხუნელაა, მაგრამ როცა ცეკვას იწყებს, დათვივით დააბოტებსო, ამბობდნენ მასზე. მოუქნელსა და მოუხერხებელს ეძახდა ყველა. ტიტეს თანასოფლელების ქილიკი და დაცინვა წარედ ხვდებოდა გულზე, მაგრამ რა ექნა, ვერა და ვერ ახვა სოფლელების ახალგატაცებას, ვერა და ვერ ისწავლა ცეკვა. ხმამაღლა არასდროს დაუჩივლია, თუმცა თავისთვის ჩუმად ბევრჯერ მწარედ უსაყვედურია დედაბუნებისთვის, რას მერჩოდი, ასეთი უგერგილო, რაც შემქმენიო. ასე იყო თუ ისე, ტიტე სხვებივით ცხოვრობდა სოფელში და როცა დანარჩენები ერთობოდნენ, ხან გვირაბებს თხრიდა, ხანაც თავისი სოროს კედლებს ახალ-ახალი ნახაზებით ავსებდა, ხვალ ასკილის ბუჩქებ ქვეშ გავთხრი ზეგ მდინარის მიმართულებით, მაზეგ კი ტყისკენ მიმავალი ბილიკის ქვეშ მოვსინჯავ ძალებსო. ეგმავდა ტიტე და წინ ტკბებოდა მოსალოდნელი უცხო აღმოჩენების სიხარულით. ამბავი, რომელმაც სრულიად შეცვალა ტიტეს ცხოვრება, იმ წვიმიან ღამით მოხდა, როცა ის გვირაბის გაყვანას რთულად გასათხრელ ქვაღორღიან მიწაში შეუდგა. თხრა იმაზე ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა. ნელა მიიწევდა წინ. მოულოდნელი დაბრკოლებით შეფერხებული ხშირად ჩერდებოდა, ღვარად ჩამოსულ ოფლს მოიწმენდა. იქნებ ქვიშიან მიწაში აღმათხრა არ არის, არ ღირს და ჯობს შევეშვაო, ჩაილაპარაკებდა. მაგრამ მაშინვე უკუაგდებდა ეჭვნარევ ფიქრს და გზას ნაჩვევი შეუპოვრობით აგრძელებდა. შუაღამე გადასული იყო. როცა შეამჩნია, რომ მიწას ხის ფესვები შეხვა. გონი მოვედი, სადაც ვგეგმავდიო, თქვა კმაყოფილმა და მიწა თავს ზემოთ ჯერ ფრთხილად მოსინჯა, შემდეგ კი ძლიერად მიაწვა. ტიტე დედაბრის ბოსტნიდან კარგა მოშორებით გორაგზე მდგარი წიფლის ქვეშ იდგა. წვიმა კოკისპირა დასხამდა. ციდან უხვად წამოსულ ნალექს გორაკი ღარებად დაესერა. დაბლობისკენ ფართო ნაკადებად მიედინებოდა და დედაბრის ბოსტანში ზედ თხუნელების სოფლის თავზე უზარმაზარ გუბედ გროვდებოდა. ტიტეს ელდაეცა. ყველა უნდა გავაფრთხილო, მალე სოფლის თავზე მიწა ჩამოიქცევაო. გაიფიქრა დაზაფრულმა და ელვის უსწრაფესად ჩაძვრა გვირაბში, საიდანაც ის იყო ამოვიდა. ფოთლებით, ხის ფესვებითა და ლამაზ-ლამაზი კენჭებით მორთულ საცეკვაო მოედანზე დიდი ჟივილ-ხივილი და მხიარულება იდგა. კოკოს თხუნელების საუკეთესო მოცეკვავეს სოფლის ლამაზმანი ლოლა გამოეწვია, ცეკვავდნენ და თან როგორ. თხუნელებო, ავის მომასწავებელ გვინვად გაისმა ტიტეს ყვირილი
თხუნელების საერთო მხიარულებაში. თავს ხმა წვიმაა, წყალი ჩვენი სოფლის თავზე გროვდება, ცოტა ხანში მიწას ჩამოანგრევს. გამომყევით წიფლის ქვეშ გვირაბი გავიყვანე, იქ უსაფრთხოდ ვიქნებით. თხუნელებს გაოცებისა და უკმაყოფილების შეძახილი აღმოხდათ. ამრეზითა და ბრაზით მოტრიალდნენ სირბილისგან არაქად გამოცლილი ტიტესკენ. მეცნიერა ბიჭი მოსულა და ჭკუას გვასწავლის. დაცინვით წამოიძახა კოკომ. დაგავიწყდა ჩვენც თხუნელები რომ ვართ? საფრთხე რო გვემუქრებოდეს, გონია ვერ ვიგრძნობდით? მეცნიერა აიტაცეს თხუნელებმა ტიტეს ახალი ზედმეტსახელი. მართლა მეცნიერა, სულ თხრის და თხრის. წიფლის ქვეშ გვირაბის გაყვანა რა მოაფიქრებინა? იქ ხომ ქვიანი მიწაა. მართალს ვამბობ, გამომყევით, გაჩვენებთ. ამოილუღლუღა სოფლელების დაცინვით ნირწარმხდარმა ტიტემ. კოკომ თხუნელების ნაკადი გაარღვია, ტიტეს მიუახლოვდა და ბრაზიანად მოუჭრა. წადი მიხედე შენს გვირაბებს, ხელს გვიშლი გართობაში. წადი მეცნიერა, ნუ ჩაგვიმწარე მხიარულება, ახუნენ სხვებიც. თვალებზე ცრემლმომდგარი ტიტე უხმოდ გაეცალა თანასოფლელებს. ძლივს მიათრევდა უფრო მეტად დამძიმებულ ზონზროხას სხეულს. რით ვერ გავიგე, რომ სხვა თხუნელები ვით უნდა ვიცხოვრო, კიცხავდა თავს. აჯობებს შევეშვა აღმადაღმა ხეტიალს და ის ვაკეთო, რასაც ყველა აკეთებს, ფიქრობდა ტიტე. მეცნიერა, უტრიალებდა თავში ბრაზით გულამღრეულს. თითქოს ბურანშიაო. არც თავის სოროში შესვლა შეუმჩნევია, არც ის, როგორ შლიდა დიდი და ბასრი კლანჭებით კედლებზე ფაქიზად ნახას სამომავლოდ გასაყვანი გვირაბების გეგმებს. როცა გამოფხიზლდა, ულმობლად გადაკაწრულ, გადაფხეკილი კედლების წინ იდგა. ესეც ასე, ჩაილაპარაკა კმაყოფილმა. ხვალ სხვა ტიტე ვიქნები, თქვა მტკიცედ. გულდამშვიდებული ლოგინზე მიწვა და იმავე წამს ძილის სასიამოვნო ბურანში ჩაიცირა. ჰეი, ტიტე, მეცნიერა, არ გესმის? კარი გაგვიღე მეთქი. ტიტეს ტკბილ ძილში საიდანღაც კოკოს ღრიალი შემოიჭრა და სანამ გაიფიქრებდა, ალბათ მესიზმრებაო, ანჯამებიდან კარის ჩამოვარდნის ხმამ წამოაგდო საწოლიდან. ტიტეს წინ ტალახში კარგა გემრიელად ამოსვრილი კოკო იდგა. მართალი იყავი ტიტე, ამოიქოშინა თხუნელამ და დაბუჩქულ წარბებზე ლოლოებად ჩამოკიდებული ტალახი მოიწმინდა. სოფლის თავზე წყალი ჟონავს. მაღლობზე წიფლის ქვეშ უნდა გავიხიზნოთ. გაგვიძეხი. ტიტემ ახლაღა შეამჩნია კოკოს უკან მთელი სოფელი შეყრილიყო. ყველა, დიდები, უფრო დიდები, პატარები და უფრო პატარები, მოხუცები და უფრო მოხუცები, ახალგაზრდები და უფრო ახალგაზრდები. ყველა იმედით შეხურებდა. ახლავე წავიდეთ, არ დააყოვნა პასუხი ტიტემ. სულ რამდენიმე წამით და მთელი სოფელი წიფლისკენ მიმავალ გვირაბს მიუყვებოდა. იქ წიფლის ფესვების სითბოსა და სიმშრალეში მოხდა ის, რის გაკეთებასაც, როგორც ბრძენები ამბობენ, გამბედაობა და სამართლიანობა სჭირდება. თხუნელებმა ერთხმად აღიარეს თავიანთი შეცდომა და ტიტეს მოუბოდიშეს. გვაპატიე ტიტე,
რამდენჯერ დაგვიცინია და გული გვიტკენია შენთვის იმის გამო, რომ ჩვენგან განსხვავებული იყავი. მაგრამ დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, რომ განსხვავებულობა სასჯელად კი არ გვეძლევა, არამედ განსაკუთრებული საჩუქარია. ყველა, ვინც ჩვენ არ გვგავს, პატივისცემას იმსახურებს და ღირსეულად უნდა მოვექცეთ. თქვენ რას ფიქრობთ? აპატია ტიტემ თხუნელას? რა თქმა უნდა, აპატია. მალე ამ ამბიდან თავისი დიდი ხნის ოცნებაც აისრულა და მიწის სხვადასხვა ფენაში სწრაფად და სწორად თხრის შემსწავლელი სკოლა გახსნა. ახლა ტიტე სხვა თხუნელებთან ერთად იკვლევს მიწისქვეშეთის საიდუმლოებებს. გასართობ მოედანზეც მიდის და ცეკვის ნაცვლად დათვივით დააბოტებს. მაგრამ ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. თავარი ის არის, რომ იქ იმ მოედანზე ყველა ერთად იკრიბება. ისიც, ვინც ცეკვა იცის და ისიც, ვინც არ იცის. ის, ვინც მიწას სწრაფად თხრის, ან ნელა, ან სულაც სუსტი ბრჭყალების გამო, საერთოდ არ ეხერხება თხრა, მაგრამ მაინც უნიკალური და გამორჩეულია, რადგან სხვა მრავალი გასაოცარი უნარი აქვს. ასეთი იყო დღევანდელი ჩვენი ზღაპარი. მოგწერეთ თქვენი აზრი, როგორ მიიღეს ეს ზღაპარი ბავშვებმა, რაში დაგეხმარათ, რა თემაზე ისურვებდით კიდევ სხვადასხვა ზღაპრების მოსმენას. თუ მოგეწონათ, გააზიარეთ ჩვენი არხი, დაგვიკომენტარეთ და გამოიწერეთ.